აი გადმოვიდა. აი ადვილად გადმოდის ძალიან. ეხლა მოდი განახოთ ქვევიდან როგორია, ქვევიდან, აბა თქვენ დაინახეთ, მე ვერ დავინახავ. მოგწონთ? აი ეს, რა თქვენ ნახეთ ეხლა? ძალიან მაგარი პიცაა. აი ძალიან მაგარი. ეხლა დავიწყოთ. გზადაგზა ყველაფერზე ვისაუბროთ და პირველ რიგში რას ვაკეთებ? შურია და ნუში, თანაბარი რაოდენობით, თუ 40 გრამი მინდა, 40 გრამი ამ რეცეპტში პიცისა, შვრია და ნუში. არა, ნუში უკეთესია, მაგრამ ვაკეთებ ესე, შვრია და ნუში. ვისაც უნდა მარტო ნუშით გააკეთოს, მარტო შვრით, არა, შვრია, ამით უკეთესია. მოდი ეხლა მე დავქვავ შვრიას და ნუშს თანაბარი რაოდენობით. ალაგ-ალაგ გავაჩეროთ ხოლმე ბლენდერი, რომ ნუშმა ზეთის გამოშვება არ დაიწყოს. მე გაგვიჭირდება დავქვა. ეს რაც არის გავცრად. აი უყურეთ რაც ესეთი მსხვილი დარჩა, ხელმეორედ ვაბრუნებ, ხელმეორედ. ამას უფრო კარგად დაატრიალებს ახლა. აი, ბოლო ჯამში რა დამჩა? არაფერი, უდანაკარქოთ. აი, უდანაკარქოთ. აი, ფქვილი გვაქვს. აი, ფქვილი გვაქვს, როცა მე ეს ფქვილი სახში ვარ, მე თვითონ დიაბეტიანი ვარ. აი ბედნიერი ვარ, რომ ამით გაკეთებას 3 წუთი უნდა, 3 წუთი. მაგრამ მაინც უყურეთ, ხო გითხარით 50-50-ზე მეთქი. მაინც მოვაკელი 100 გრამი ნუში იყო 60 გრამი შვრია. ამიტომ დავიწყეთ. აი რა სწრაფად გავაკეთოთ. 180 გრამი ხაჭო. 40 გრამი ნუში, მოდი ესე ვიტყვი, ნუში შვრია. ხო, ნუში კაი. მშრალი ყველი, თავარია მშრალი იყოს, აი მშრალი, უყურეთ, მშრალი ყველი იყოს, სველი არ იყოს. 30, 35. კაი, ხელით გაგექცათ 40 გრამიც იყოს. ერთი კვერცხი, 0 ზომა. ხამ ყველაფერს ამოვრევ და პიცა გვაქვს უკვე. აი მასას შეხედეთ როგორი მივიღე, მასას შეხედეთ. აი ესეთი მასა უნდა მიიღოთ აუცილებლად. თქვადათ ხელი მოგივიდა, თქვენი ბრალი არ არის. ხაჭო იყო წყლიანი, უფრო მეტი სინოტივე ჰქონდა ხაჭოს. სხვა არაფერი არ დაგისველებთ. 5-10 გრამი ნუშის ქვილი დაამატეთ, ესე ზუსტად ხო არ დავქვათ 40 გრამს არა, ხო დაამატეთ და ჩვეულებრივ გამყარდება აი ესეთ მასაზე. მოდი ახლა უცებ გავიაროთ, კიდე ერთხელ და შეუდგეთ საქმეს, რა მასაა ეს, რისგან არის? 180 გრამი მშრალი ხაჭო აუცილებლად, 40 გრამი მშრალი ყველი აუცილებლად, 30, 35, არა უშორ 10 გრამი არ წყვეტავს არაფერს, ერთი მთლიანი დიდი კვერცხი და 40-45 გრამი ნუშის ფქვილი. ანუ ეს ნარევი, რა ვისაც რომელი გაქვთ, როგორ მოგეხერხებათ. ეხლა მიყურეთ როგორ გავაკეთე. დავიწყეთ თამაში, აბა თამაში ვითამაშოთ.
აი დავხატე პიცა რო იტყვიან, დავხატე. მოდი ახლა ამასაც მიხვდებით რატო გავუკეთე. ავიდა ღუმელში 200 გრადუსი, ღუმელს გააჩნია. 12, 15, 17 წუთი ღუმელს გააჩნია. აბა წავიდა, ნახოთ. აი, ვისაც უნახია ამ ღუმელში მე თუ კი რამეც ვდებ აქ, მაგრამ ეხლა ვდებ აი აქ ქვევით. სულ ქვევითა თაროზე ვდებ, აი შეხედეთ, სულ ქვევითა თაროზე. მივხუროთ და დაველოდოთ სასწაულს. სანამ პიცა ცხება, მოდი რაღაცას გეტყვით. აქ მაქვს ჩვეულებრივი პამიდორი. არა, იყიდება ესეთი გაფრთხილებული პამიდორები და კონსერვებული მთლიანი პამიდორები არის, აი ეს არის ზუსტად. უბრალოდ უყავი მე ორეგანო, ცოტა, ძალიან ცოტა მარილი და შებოლილი პაპრიკა. აუცილებელი არ არის. უყურე, ეს იმიტომ არ გითხართ თქვენც რაც გაგიხარდება, თავისუფლები ხართ. აი როგორი თავისუფლები იცი, ვინ გითხრათ საერთოდ რომ ეს უნდა. პიცა ზოგადად კლასიკური, ძირითადი არის ცომი. დანარჩენი, უყურეთ მაინც ზოგი რას დაახტი, ზოგი რას უშურება, ზოგი რა. გემოვნება ვისაც აი ცომია მთავარი პიცა. ჩემთანაც ეგრეა ალეკოსთან, მთავარი ის არის. აი ეს ცომი თორე ზევიდან თუ გინდა სუნრაფის მომაღალ პირდაპირ ისე მეირთვით, მარტო პამიდორი წაუსვით. მე აქ მაქვს უბრალოდ, გეუბნებით უბრალოდ. ეს თქვენ არ გაითვალისწინოთ, თუ გინდათ გაითვალე. ორეგანო, შებოლილი პაპრიკა და მარილი და პამიდორია. აგერ მაქვს აქ მე ესე შებოლილზე წავიყვანე, მიყვარს შებოლილის არომატები. შებოლილის სულგონი მაქვს და აქეთ თქვენ გაგითვალისწინეთ, იტალიაში ფეტა არის. მე ძალიან მიყვარს ფეტა. მაგალითად რაც გინდა მოცარელა უყავით, რა თქვენ გაგიხარდებათ, ეს მე არ მითქვი, არაფერი ეცენი გვერდზე. თავარი ის არის, ის არის მთავარი აქ. აი როგორი არის, აი ნახეთ. ეხლა ამას აქ ეყოფა. მაგრამ მარტონოში ჯობია ბევრად. ესენი უკვე გითხარით რაც არის. აი, ძალიან ცოტა ორეგანო, აი ძალიან ცოტა. უკვე შუაზე ვდგავთ, უყურეთ, დაბლა აღარ ვდგავთ, უკვე შუაზე ვდგავთ. აქ ხელი მეორედ უნდა შევუშვათ, 1, 3, 5 წუთი. მოდით აბა შევიჭროთ, ნახეთ ჩვენი პიცა, რა კარგი პიცა გვაქვს. აი, დროა გამოვიღოთ პიცა. ვისაც საშუალება გააქვს, რუში თბილისა გამოდის უიდეალურესი. აი, გადამოვიტანოთ. ძირი არ გვინახია, რა ჩვენ ამისი არ განახვეთ ძირი. ვაი, როგორია, ჯერ თქვენ ნახეთ, ეხლა მე ვნახავ. შვენიერი ძირი აქ, უმშვენიერესი. ყველგან. აი პიცა. არის ეს პიცა? ხო არის პიცა? ხო არის ეს პიცა? არის ნამდვილად არის პიცა. არის ესეც პიცა. ვაიმე. არ ვამეტებ, მართლა არ ვამეტებ არაფერს. მართლა ძალიან მაგარია, მართლა. ღმერთმა მე შემარგოს და თქვენ შეგარგოთ.
ნუშის ფქვილით ჯობია, ნუშის ფქვილით, აჭარულით და ესეც. მაგარია, მარტო ნუშის ფქვილით. აბსოლუტურად არ ხარ შეზღუდული არაფერში. გინდა პეპერონი, გინდა პროშუტო გააკეთეთ, რაც გაგიხარდებათ. მთავარია ბაზა გვაქვს ჩვენ, ბაზა ცომის. აი ეს ჯამთელი ცომი, რომელიც ყველა შეუძლია ჭამონ. ნუ რა თქმა უნდა, ლაქტოზაზე ავტომობილისას აქ ისინი ვერ შეჭამენ. დანარჩენი ყველა შეჭამის. აბა კარგად იყავით. მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებით.